ხმადაბლა ისმის? კარგი. ჩაწერასაც დავიწყებ. მოკლედ, მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო საკითხი არის დასავლეთ რომის და აღმოსავლეთ რომის, პირდაპირ დაშლილ ნაწილზე აღარ გადავალ, მაგრამ პირდაპირ დავიწყოთ. დღეს უნდა ვისაუბროთ რომზე, რომის მონარქიაზე, რესპუბლიკაზე და იმპერიაზეც მინდა საუბარი, მაგრამ ფიზიკურად აზრი არ ექნება ამდენ ანალიზს და ასეთ ანალიზს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი და ვრცელი თემაა და შესაბამისად ჩვენ რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეს ახალი სააბიტურიენტო თეორია, აუცილებელია რომ ნელა და მკაფიოდ გავიაზროთ ეს ამ სახელმწიფოს ფუნქციები, მიზნები, როლი, ზოგადად რა როლი ჰქონდა მას მსოფლიოში, რანაირად შეძლო და მოახერხა ამ სახელმწიფომ ჩამოყალიბება, როგორ ჩამოყალიბდა, ვის ხარჯზე ჩამოყალიბდა და ასე შემდეგ, ხო? ტრადიციულ ნაწილზე რომ ვიმსჯელოთ, რომი სამ ნაწილად იყოფა. პირველი არის ამ შემთხვევაში მონარქიული რომი, რომელიც 753 წლიდან ფაქტობრივად იწყებს არსებობას და ზოგადად რომის დაარსებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ლეგენდაა და ეს ლეგენდები თქვენ წიგნებშიც ჩაშლილია და ზოგადად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ისტორიულ მითოლოგიური ფონი, რაც ზოგადად რომის დაარსებასთან არის დაკავშირებული, ეხება რომულუსსა და რემუს არქეოლოგიურ ფაქტებს, ფაქტობრივად, რაც აღმოჩენილია ძველი რომაელები საკუთარ წარსულს სწორედ უკავშირებენ ტროას, ბერძნულ მითოლოგიას და თავიანთ კულტურას, სწორედ ამის გამო საკმაოდ მაღალ, ასე ვთქვათ, იარუსზე, ешელონზე აყენებენ, ვინაიდან ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ქვეყანა და ცივილიზაცია იყო ბერძნული ცივილიზაცია და შესაბამისად თუ მიუყვებით ტიტუს ლივიუსის ცნობას ab urbe კონდინენტა, რაშიც იგულისხმება ამ შემთხვევაში ქალაქის დაარსებიდან ჩამოყალიბებული ქალაქის დაარსებიდან, ასე ითარგმნება თვითონ ტიტუს ლივიუსის თავარი წყარო, ვერგილიუსის ენეიდა და პლუტარქე და დიონისე ჰალიკარნასელი ძირითადად რომის წარმოშობის, რომის წინაპრების შესახებ გვიყვებიან და ფაქტობრივად ყველაფერი იწყება იქედან, როცა კონკრეტულად დაეცა ტროა და ტროას დაცემის შემდეგ აფროდიტეს ვაჟმა შეკრიბა თანამოძმენი და ფაქტობრივად გაიქცა ქალაქიდან და აქედან შეიძლება ჩვენ უკვე მივყვეთ იმ ხაზს და გზას, რაშიც შეიძლება მოვიაზროთ ის გრძელი მოგზაურობა თუ როგორ ჩააღწევს და ჩადის ლაციუმში, ანუ შუა იტალიაში, სადაც დაქორწინდება ადგილობრივ მეფის ქალიშვილზე ლავინიაზე და დაარსებს ქალაქ ლავინიუმს და მისი შთამომავლები გახდებიან ალბა ლონგას მეფეები, საიდანაც წარმოიშვნენ რომის დამფუძნებლები რომულუსი და რემუსი. ანუ ფაქტობრივად ეს მთელი მითი თუ ისტორიული ნარატივი, რაც არსებობს რომულუსზე და რემუსზე, ყველაფერი იწყება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული, ასე ვთქვათ, ტროას დაცემიდან და იქედან მოყოლებული, ტროადან გამოქცეული ანქისესა და აფროდიტეს ვაჟი, ფაქტობრივად ენიასი ხდება აი ამ ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო იმპერიის, რომის ტრადიციული დაარსების ისტორიის ფუძემდებელი, ხო?
რომელიც საკმაოდ ისეთია ცნობილია. რაც შეეხება რომულუსსა და რემუსს, თვითონ ძმებს, რომლებიც არიან მითოლოგიური დამფუძნებლები და ისინი ფაქტობრივად დაიბადნენ და ეს ალბათ ცნობილია თქვენთვის ძონგელი ბავშვებით, რომელშიც რომულუსი და რემუსი იგულისხმებიან, ალბა ლუნგას მეფე ნუმიტორის ძმა ამულიუსი, რომელიც არის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ამ რომულუსის და რემუსის ჩამოართმევს ტახტს, ნუმიტორის ქალიშვილი, რომელსაც ერქვა რეა სილვია, გაამწესებს მას შთამომავლობას, რომ გაამწესებს მას ქალწულად და მიზეზი ამისი ის იქნება, რომ მას შთამომავლობა არ შესწენოდა და არ ყოლოდა და აი ამ ლეგენდის თანახმად მას ეწევა ღმერთი მარსი და მისგან გააჩენს ტყუპებს, ვაჟებს, რომულუსსა და რემუსს. ეს მითოლოგიური ხაზია ზოგადად. ეხა ამ კონკრეტული მითოლოგიაში მონაწილე პერსონაჟების სახელების განმარტება რომ დავიწყო, ამას არსებითი მნიშვნელობა თქვენთვის არ ექნება, იმიტომ რომ უბრალოდ კონტექსტის აღქმისთვის გჭირდებათ ზოგადად რომულუსი და რემუსი როგორ გაჩნდნენ, შემდგომ ესენი როცა გაიზრდებიან, ეს ძმები მოკლავენ ამილიუსს, აღადგენენ ბაბუის ტახტს, ნუმიტორის ტახტს, რომელიც ამ ამილიუსმა ჩამოართვა და საბოლოო ჯამში ისინი დაარსებენ ახალ ქალაქს და ეს ახალი ქალაქი იქნება მდინარე ტიბრის ნაპირზე ჩამოყალიბებული, სადაც ეს ორივე ბავშვი ძუმგელმა გამოკვება და ფაქტობრივად ამავე ადგილზე, სადაც ისინი ძუმგელმა გაზარდა ლეგენდის თანახმად, ააგებენ ახალ ქალაქს, პირველ საცხოვრებელ ადგილს, რომელსაც თავიდან უწოდებდით და ისტორიულ ნაწილში ეწოდება პალატინის ბორცვი. და ფაქტობრივად რომულუსი დაარსებს პალატინის ბორცვზე ამ პირვანდელ ქალაქს, ხოლო მისი ძმა რემუსი დაარსებს ავენტინის ბორცვზე საცხოვრებელ ქალაქს. ანუ რეალურად ორივე ძმა რომულუსი და რემუსი, რომლებიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მითოლოგიური პირები არიან ამ შემთხვევაში აი ამ რომის იმპერიაში, რომის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, ისტორიულ კონტექსტს ახლა ბოლომდე ვერ დავეყრდნობით, იმიტომ რომ მათზე არ გვაქვს ისეთი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, სანდო ინფორმაცია, რომელიც დეტალებს ძალიან ვრცლად მოგვაწვდის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ეს ტროადან იწყება და გრძელდება უკვე აი ამ მითოლოგიაზე, შურისძიებაზე, ძმების შურისძიებაზე, მეფე ნუმატორის წინააღმდეგ და ფაქტობრივად სრულდება პალატინისა და ავეტინის ბორცვზე საცხოვრებელი სივრცის დაარსებით. ამის შედეგად, როგორც სტანდარტულ მეებში ხოლმე არსებული ისტორიები გრძელდება ხოლმე, ორი ძმა, ვინაიდან ძალაუფლებას ესე მარტივად ვერ იყოფს, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან და იწყება ძმათა შუღლი, მკვლელობა, ძმებს შორის კამათი, რაღაცა პატარა ჩხუბი დაიწყება, კამათი, რომელიც ღია დაპირისპირებაში გადაიზრდება და ერთ-ერთი ვერსიით რაღაცა რემუსმა დაცინვით უთხრა რომულუს პალატინის ბორცვზე აგებულ კედელზე თუ რანაირი რაღაც ისეთი კედელიაო, რაღაცა აქცენტი ჰქონდა ამ კედელზე გაკეთებული და საბოლოო ჯამში ამ კედლებს ფაქტობრივად ნებისმიერი მოკვდავი გადალახავსო, ისეთი სუსტი კედელიაო და ამ ჩხუბში ფაქტობრივად და დაცინვაში შემოაკვდება რემუსი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ახლა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ამას ისტორიული კონოტაცია არ აქვს, არის მხოლოდ მითოლოგიური სახე, ლეგენდა და ლეგენდა იმისია, რომ აქ არ გვაქვს ჩვენ ზუსტი საყრდენი რაღაც ინფორმაცია, რასაც ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ. სხვათა შორის ეს მართამკვლელი ომი ბევრი სახელმწიფოს დაარსების ლეგენდებშიც გვხვდება, სადაც არიან ასეთი ძმები ან
ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ კონკრეტული ქალაქის დაარსებაზე, მე იქ იწყება რაღაცა ესე დაპირისპირებაში და დაპირისპირება და ერთი დაწინაურდება, რომელიც მე ამ ქალაქს არსებს და მსგავსია ეს მსგავსი ლეგენდები ბევრი არსებობს. ამიტომ რომულუსი ქალაქს დაარსებს 753 წლის 21 აპრილს და თავისი სახელიდან გამომდინარე იგი პალატინის ბორცვზე დაარსებულ ქალაქს უწოდებს რომს და იგი გახდება რომის პირველი მეფე, შექმნის ქალაქის ინსტიტუციას, ჩამოაყალიბებს სენატს, ჩამოაყალიბებს ლეგიონს, ტაძრებს, სამეფო ხელისუფლებას და დაიწყება მისი როგორც რომის მონარქიული რომის პირველი მეფის მმართველობა და მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ისეთი გამორჩეული მეფე იყო და საკმაოდ საწყი დაარსების ეტაპზე ესეთი რეფორმები გაატარა, რომელიც რომს აქცევს რომის სახელმწიფო საძირკველს ძალიან მყარად ჩამოაყალიბებს და მერე მისი განვითარება უკვე ნახოთ როგორი იქნება. სად დაარსდა ეხა გეოგრაფიულ ნაწილში სად იყო რომი? ეს არის ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან წასვლის შემდეგ, რაც გავიარეთ და შევისწავლეთ უკვე და ჩამოვაყალიბეთ ათენისა და სპარტის ისტორია, ახლა უნდა გადავიდეთ აპენინის ნახევარკუნძულზე. აპენინის ნახევარკუნძული, რომელსაც ძალიან მარტივი დამახსოვრებით რომ გაგიადულდეთ დამახსოვრება, აპენინის ნახევარკუნძული გავს ჩექმას, თუ დააკვირდებით ზემოდან და ასე იმახსოვრებენ ხოლმე და ბალკანის ნახევარკუნძული კიდე 4 თითა ხელს გავს და ამით შეიძლება დაიმახსოვროთ, რომ ბალკანეთი არის ათენისა და სპარტას ტერიტორია და აპენინის ნახევარკუნძული არის კიდევ რომის, ანუ რომას პირველი დაარსების ადგილი. 753 წლის 21 ან 22 აპრილი ორივე თარიღია მიჩნეული რომის დაარსებად და ეს არის ეტრუსკული ძუნგელი, რომელიც არის ფაქტობრივად რომის სიმბოლო. სასიკვდილოდ გადაყრილი ბავშვები, რომულუსი და რემუსი გამოკვება ამ ძუნგელმა და სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა მას რომაული ისტორიული წყაროების სწორედ ამ გელს გადმოსცემენ. ამიტომ 753 წლიდან რომი დაარსდა და ეს პროცესი, ანუ რომის 7 მეფის არსებობა ფაქტობრივად გაგრძელდა 509 წლამდე, მანამ სანამ რომში მონარქიული მმართველობა არ შეიცვლება რესპუბლიკური მმართველობით. კარგით, აი ამ ნაწილიდან ეხლა რაც გავარჩიე და გავიარე, მაინტერესებს რამე კითხვა ხომ არ გაქვთ, რაც თქვენთვის გაუგებარი იყო. ძირითადად კი მითოლოგიურ ნაწილს შევეხე, მაგრამ მაინც თუ კითხვა გაქვთ, მოგისმენთ. კონკრეტულად რამე ისეთი თუ არის. კარგი. გადავიდეთ მაშინ აი ამ რომის მონარქიული მმართველობის კონკრეტული მეფეების განხილვაზე. თქვენს წიგნში ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოებშიც და ძველ გრიფირებულ სახელმძღვანელოებშიც გარკვეული სახის ინფორმაცია გაქვთ როგორც მონარქიულ რომზე, მაგრამ ასე დეტალურად სათითაო მეფეზე თვითონმა მეფემ რა გააკეთა, არ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, ამიტომ ეს ინფორმაცია კარგად დაიმახსოვრეთ, მოინიშნეთ, რომ გქონდეთ გარკვეული წარმოდგენა თვითონ მეფეზე, ვინ რა გააკეთა, მანამ სანამ ამ მეფეების განხილვაზე გადავალ, ზოგადად უნდა გამოვკვეთოთ, როგორი საზოგადოება ცხოვრობდა რომში და ვინ ცხოვრობდნენ საერთოდ რომში. რომულუსმა შეაგროვა სხვადასხვა ტომთა მაცხოვრებლები ერთ ადგილზე, აქ შეიძლება ჩვენ მოვიაზროთ ლათინები, საბინელები, ეტრუსკები და აი აქ თქვენ ხედავთ ამ რუკაზე სხვადასხვა ჯგუფები, სახელები ქალაქის, რომელიც აქ ამ ტერიტორიაზე რომის და მის გარშემო არსებობს. ეს ძირითადად ძველი წელთა აღრიცხვით 750-დან 500 წლამდე პერიოდია ეტრუსკების ექსპანსია და შესაბამისად ეს ჯგუფები, რომელიც ფაქტობრივად
აქ ცხოვრობდნენ საბინელები, ლათინები და ეტრუსკები, ქმნიან რომაულ, ანუ ახალ საზოგადოებას და ფაქტობრივად რომი, რომელიც თავიდან ერთი შეხედვით რაღაცა დაზიანებული, გაპარტახებული, თავშესაფარი იყო და უბრალოდ გაქცეულების, დამნაშავეების და მონების თავშესაფარი იყო, ამის გამო მას ეწოდა ისეთი გამოქცეული ასე დამნაშავე ხალხის ქალაქი, რომელიც ლათინურად შეიძლება ასე urbs condita ex mixtura, რაღაცა ნაზავი, ნარევი ქალაქი, ყველა რჯულის, რასის, რაღაცა ესეთი ხალხი, რომელიც ცხოვრობდა და როდესაც რომში ფაქტობრივად ეს საზოგადოება შეიკრიბა, ძალიან ხშირი იყო შიდა დაპირისპირებები, კონფლიქტი და ფაქტობრივად დაიწყო ეს კონფლიქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და რასაკვირველია აქ მთავარი როლი ქალაქმა რომმა ითამაშა, რომ არა სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა უზარმაზარი რომის იმპერია. აქ უნდა გამოიკვეთოს ერთი საინტერესო ლეგენდა, ისტორია, რომელიც საბინელ ქალთა მოტაცებას ეხება, რომში ზოგადად ქალები არ იყვნენ, სულ მამაკაცები იყვნენ ძირითადად და გამრავლებისთვის ამ შემთხვევაში რომულუსმა გადაწყვიტა, რომ მოეწყო რაღაცა დიდი დღესასწაული, მოეტყუებინა მეზობელი საბინელები, რათა მათ უშუალოდ ქალები წამოეყვანათ ამ დღესასწაულზე და ამან გამოიწვია ამ დღესასწაულმა გამოიწვია მერე რომში ომი საბინელებსა და რომაელებს შორის, მაგრამ საბინელი ქალების შუამავლობით მოხდა შერიგება და ეს ქალები აერთიანებენ რომსა და ქალაქ საბინას ერთმანეთთან და მერე მათი შერწყმით ერთმანეთთან ასე ვთქვათ, ურთიერთობით ეს ერი მრავლდება და მრავლდება. არქეოლოგიურმა გათხრებმა მინდა გამოკვეთო ეს ფაქტიც აჩვენა, რომ პალატინის ბორცვზე მართლაც არსებობს და არსებობდა დასახლება ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში, განსხვავებით იმისგან, რასაც სამწუხაროდ ჩვენ საქართველოს ისტორიაში, ქართლის ისტორიაში ვამტკიცებთ, ეს რაც ეხება ფარნავას და მის საცხოვრებელს, სამწუხაროდ ჩვენ არქეოლოგიურად არაფერი მსგავსი დოკუმენტი, არქეოლოგიური არტეფაქტი, საცხოვრებელი, რაიმე ნივთმტკიცება, რომ ფარნავაზი როგორც ქართლის მეფე, სადმე კონკრეტულ ადგილზე, სადაც ქართლის ცხოვრება საუბრობს, არსებობდა, არ გვაქვს ამის მტკიცება, თუმცა რომზე უნდა გაკვლავად გაფიოდ გამოვხატოთ, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში ნამდვილად არქეოლოგია ადასტურებს, რომ რამდენიმე ტომის გაერთიანებისგან შედგებოდა ლათინების, საბინელების და ეტრუსკებისაგან და აქედან გამომდინარე, რომ ის დაარსებას არ აქვს მხოლოდ ის მითოლოგიური ფორმა, რაც რომულუსზე და რემუსზე არსებობს, არამედ აქვს მთავარი ისტორიული საფუძველიც არქეოლოგიური არტეფაქტებით, რომელიც არის გამტკიცებული. ხო, ასე რომ ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და მოდი ახლა წყაროები მეფეთა ეპოქის შესახებ, აი აქ რაც გვაქვს, ეს წავიკითხოთ. აბა გისმენ თიკა წაიკითხე ეს წყარო და გავარჩიოთ, რას ეხება. დიახ. ანუ აი ის პერიოდი, რომელიც ძალიან ადრეულ პერიოდს განიხილავს 750 წლების პერიოდს, აქ ნამდვილად უნდა გამოიკვეთოს, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ დავეყნობით და არ გვაქვს უბრალოდ ბევრი სახის ინფორმაცია, მაგრამ აი შემდგომ პერიოდს, რაც უკვე ძველი წელთაღრიცხვით 200 წლიდან უნდა დათარიღდეს, აქაც ფრაგმენტული შემორჩენა გვაქვს, მაგრამ მაინც შედარებით სანდოა ამ შემთხვევაში. ტიტუს ლივიუსი პირველ საუკუნეში მოღვაწე ძველი წელთაღრიცხვით
მოვაწე რომაელი ისტორიკოსი თხრობათა წიგნები ქალაქის დასაბამიდან რომის პირველი მეფის რომულუსის გარდაცვალების შესახებ. აბა თიკა ესეც წაიკითხება რე. ხო, მაგრამ აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ ეს დეტალი არის იმის საილუსტრაციოდ, რომ სავარაუდოდ გადაეფარა რომულუსის ასე ვთქვათ, რემუსის და რომულუსის ერთი დაპირისპირება და თვითონ რომულუსის როგორც დიდებული მეფის სახეა გამოკვეთილი თვითონ ამ წყაროში, მოკლე კონტექსტში და სხვა შორის ერთი ესეთივე წყარო არსებობს რომულუსსა და რემუს შორის დაპირისპირებას თითქოს კი არ მოკლა მაგალითად რომულუსმა, არამედ რაღაცა ესეთი ღმერთის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი მისი გარდაცვალება. კარგი. ეტრუსკები და რომი, ეს ჩანართით საინტერესოა, აქ ვინ ცხოვრობდნენ და როგორი საზოგადოება იყო ზოგადად ტერიტორიულად და მოდი ეს ნაწილი წაიკითხოს გისმენ აბა თამო ეტრუსკები და რომზე რაც გვაქვს აქ მოცემული ინფორმაცია. განაშენიან და დიახ. კონებრივი შესაძლებლობის მიხედვით დიახ. კი ბატონო. და ფაქტობრივად აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით გადავიდეთ ახლა 7 მეფის განხილვაზე. პირველი მეფე, როგორც გითხარით, იყო რომულუსი. რომულუსი ძველი წელთა აღრიცხვით 753 წლიდან 717 წლამდე მოვაწეობდა და რაც უნდა გამოიკვეთოს, წარმომავლობა მისი არის ლათინური, ალბალონგას დინასტია ფაქტობრივად. და ნახევრად მითოლოგიური ფიგურაა, როგორც გითხარით, თუმცა მისი რეფორმები მაინც ასახავს რომის ადრეული პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებას და ერთ-ერთი რაც რომულუსზე ჩვენ ვიცით არის ის, რომ მან დააარსა რომი პალატინის ბორცვზე, შექმნა სენატი, რომელიც 100 პატრიციისგან შედგებოდა და პატრეს ზოგადად მრჩეველთა საბჭოს გულისხმობს და ნიშნავს და მანვე ჩამოაყალიბა ლეგიონი. ლეგიონი იგივე მოქალაქეთა სამხედრო გაერთიანება იყო და ეს სამხედრო გაერთიანება ფაქტობრივად ძირითადად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი რომაელები და საბინელებისგან. მანვე მოაწყო საბინელ ქალთა მოტაცება ეგრეთ წოდებული მოსახლეობის გასაზრდელად. გააფართოვა ქალაქი, ურთიერთობები ზოგადად მის დროს ჩამოყალიბდა საბინელებთან, ბევრად უფრო ესე მკვეთრად და კარგად, რაც უნდა გამოკვეთოთ.
და მეფედ დარჩა მანამ სანამ ქალაქი არ გაერთიანდებოდა და სიკვდილის შემდეგ რომაელებმა იწამეს რომ იგი იქცა ღმერთად, კვირინუსად იქცა, როგორც წეღან წყაროში წავიკითხეთ, აღიტაცა ცაშიო ღმერთმა და საბოლოო ჯამში ეს საზოგადოება, რომელიც ფაქტობრივად ქმნის ერთ-ერთ ყველაზე ძლეონოსილ არმიას სოფლიოში, მაშინდელ სოფლიოში, სწორედ რომულუსმა შექმნა. ანუ ეს არის პოლიტიკური და სამხედრო სისტემის საძირკველი, ეს მეფე, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა რესპუბლიკური ინსტიტუტები. შემდგომი მეფე, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, მეორე მეფე, ეს არის ნუმა პომპილიუსი, მისი მმართველობა ძველი წელთა აღრიცხვით 716 წლიდან 673 წლამდეა. ეს მეფე ასევე არის საბინელი უკვე მეფე ტიტუს ტაციუსის ნათესავი და იგი ზოგადად მიიჩნევა მეფეთა შორის ყველაზე მშვიდ და კანონის მორჩილ მეფედ და მან მისი რეალური ისტორიული ფიგურა შეიძლება ასახავდეს მასზე რელიგიური ელიტის გავლენას და საბოლოო ჯამში ნუმა პომპილიუსმა შექმნა პონტიფიკოსთა ანუ ქურუმთა კოლეგია. ეს იყო უმაღლესი ორგანო, რომელიც საერთოდ მანამდე არ არსებობდა და რომულუსს ვერ შეძლო. დააფუძნა ვესტა, ქალწულთა ტაძარი, ასევე მან მრავალი ღვთაება, რომაელი ღვთაებები და ღმერთები შეიძლება ითქვას, რომ ნუმა პომპილიუსის გაცოცხლებულია და მის მიერ გაცოცხლებულმა ღმერთებში შეიძლება ღვთაებებში შეიძლება მოვიაზროთ მარსი, იუპიტერი და სწორედ მისი დაწესებული არის წელიწადის კალენდარი 12 თვე, რომაული კალენდარი და 355 დღე დაამკვიდრებს საბოლოო ჯამში რელიგიურ დღესასწაულებს, ფესტივალებს და მის დროს რომში ფაქტობრივად მშვიდობა დასადგურდება და ის არის მეფე, რომლის დროსაც რომში არც ერთი ომი არ ყოფილა და ამ თვალსაზრისით ნუმა რომს გადააქცევს და შექმნის როგორც ყველაზე რელიგიურ ტრადიციონალისტ რაღაცა სამღვდელო ქალაქად და შექმნის ისეთ ეთიკურ რელიგიურ მოდელს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მანამდე როგორც ასეთი არ არსებობდა და განსაზღვრავს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. იგი ჩამოაყალიბებს და განსაზღვრავს რომაულ იდენტობას. ეს რომაული იდენტობა რომულუსმა ვერ შექმნა, რაც არ უნდა ვთქვათ და სწორედ ნუმა პომპილიუსის გაკეთებულია და ჩამოყალიბებულია რომაული იდენტობა. ეხლა რაც შეეხება, ხო და ყველაზე მთავარი რომისთვის მან დაწერა კანონები და ის ცნობილი რომაული კანონები, რაც მერე უკვე გავრცელდა და დაემატა და მერე მარკუს ტულიუს ციცერონმა შეკრიბა და მერე იუსტინიანემ კიდე კოდიფიკაციის სახით გამოცა დაამატა, ეს ყველაფერი უკვე სწორედ საფუძველს ნუმა პომპილიუსის მიერ დაწერილი კანონებისგან იღებს. მესამე გამორჩეული მეფე არის ტულიუს ჰოსტილიუსი. ამებს იმედი მაქვს მეგობრებო იწერთ, იმიტომ რომ ხაზგასმითობა პეცენტ თქვენ წიგში არ გაქვთ ინფორმაციულად და კარგი იქნება რომ კარგად ჩაიბეჭდოთ გონებაში. 673 641 წლები ეს წარმომავლობა ლათინი იყო და სამხედრო მეფე იყო ფაქტობრივად, რომელმაც რომის ჰეგემონია გააძლიერა და განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს ლაციუმი, ერთ-ერთი ქალაქი, ეხლა არ ვიცი აქ რუკაზე დატანილი არის თუ არა კონკრეტულად, მაგრამ ამ თვალსაზრისით გამორჩეული არის ტულიუს ჰოსტილიუსი, რომელიც ლაციუმს გააძლიერებს და მის დროს დაიწყება ალბა ლონგას წინააღმდეგ ბრძოლა დაპირისპირება. აი აქ თქვენ ხედავთ საბინები, უმბრები, ეტრუსკები, ეს ძირითადი ქალაქები, ტომები, რომლებსაც მერე რომი დაუპირისპირდება. სწორედ ტულიუს ჰოსტილიუსმა რომში გადაასახლა ალბა ლონგას არისტოკრატია, რითაც შეიძლება ითქვას სენატი, რომელიც 100 კაცისგან შედგებოდა, გააძლიერა და
ალბელები უпростоრად აიძულა დამორჩილებოდნენ რომის სუვერენიტეტს და შეიძლება ითქვას, რომ ხორატიუსებისა და კურიანუსების ბრძოლა, ანუ სამი ძმის ორთაბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია აი ამ ალბალონგას წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში და მან გაანადგურა მთლიანი დედაქალაქი და მეფობის ბოლო წლებში ღმერთების უგულებელყოფის გამო გადმოცემით მას ძალიან ტრაგიკული რაღაც დაემართა მეხი დაეცა ხო და ასე დაიღუპა მოკლედ ну ეხა ამას ვერ ვადასტურებ, მაგრამ კონკრეტულად ასეა. ხო, მეოთხე მეფე, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, ეს არის ანკუს მარციუსი. და აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ მისი მმართველობა ზოგადად არის გაგრძელება ნუმა პომპილიუსის ხაზისა. იგი იყო ნუმა პომპილიუსის შვილიშვილი, საბინური წარმოშობის და შეიძლება ითქვას, რომ თან მშვიდობის მეფე იყო და მშვიდობაზე ორიენტირებული სამეფო იერარქია ყავდა მთლიანად ჩამოყალიბებული და თან კიდე ომიც უყვარდა და მისი მმართველობა არის ეგრეთ წოდებული გარდამავალი ეტაპი ლათინურ და ეტრუსკულ გავლენებს შორის. ანუ ზოგადად ეს არის და ზოგადად უნდა გამოიკვეთოს, რომ რომის ჩრდილოეთ ნაწილში აი ეს მთელი ტერიტორიები, რაც ფაქტობრივად აქ ხედავთ და ეს ქვედა ტერიტორიები, რომელიც ეტრუსკულ ტომებს ეპყრათ, ეს ტერიტორიები რომმა ნელ-ნელა დაიპყრო და დაიმორჩილა და სწორედ ანკუს მარციუსის დროს იყო ეს გარდამტეხი ფაზა, როცა საბოლოო ჯამში მოხდა რაღაცნაირი თან შერწყმა და გაერთგვაროვნება და თან მცირე კონფლიქტების შედეგად აი ამ პრობლემის, ანუ ეტრუსკებთანაც ურთიერთობის დასტაბილურება, მისი ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა ანკუს მარციუსის, რაც უნდა გამოვკვეთოთ ალბათ არის, რომ აღმშენებელი იყო და მან დაარსა ოსტია, ანუ საზღვაო პორტი ტიბრის შესართავთან. მდინარე ტიბრი მოგეხსენებათ, რომისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე და მან ამ ტიბრზე თქვენ ხედავთ აი აქ ხიდებს. მან ააშენა მდინარე ტიბრზე პირველი ხიდი სუპონსიბლიკუს, ასე ერქვა ამ ხიდს და დააფუძნა ინსტიტუტი, რაღაცა ომის გამოცხადებისა და ზავის წესები, აი ესეთი რაღაც ისწავლებოდა ამ ინსტიტუტში, რომელიც სხვათა შორის პირველი ინსტიტუტი გახდა იმ თვალსაზრისით, რომაული სამხედრო იდეოლოგიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ეს ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რომში, მაშინდელ მონარქიულ რომში და სწორედ ამ ინსტიტუტის შექმნამ რომის სამხედრო ხელოვნება განავითარა და გააფართოვა რომის ტერიტორია და ამას დაემატა ბორცვები, არქიტექტურულად გაშენდა უფრო რომი, ბორცვები იანასი და ავენტინი და აქ თქვენ ხედავთ კონკრეტულად ავენტინის ბორცვს, მე იქეთ არის 7 ბორცვია საბოლოო ჯამში, რომელზეც მთელი რომი გაშენდა და თქვენ თუ როდისმე რომში მოხვდებით, ეს 7-ვე ბორცვის ძველი არქიტექტურა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი და თვალსაჩინოდ ჩანს ფაქტობრივად ძველი ისტორიული რომის საზღვრები. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანკუს მარციუსი არის ადამიანი, რომელიც რომში ეკონომიკურ და სავაჭრო ჰორიზონტებს და პირველ კონტურებს გამოკვეთს და მის დროს ეს ომი და რაღაცა დიპლომატიური ურთიერთობები ერთდროულად ყალიბდება და გარდაიქმნება. შემდგომი მონარქიის მეხუთე მეფე არის ტარკვინიუს პრისკუსი, ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი. მისი მმართველობის წლები არის ძველი წელთა აღრიცხვით 616-578 წლებში და მის დროს რომში და სხვათა შორის ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი უნდა გამოვკვეთოთ განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, რომ არის წარმოშობით ამ შემთხვევაში ეტრუსკი
და ეს საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. წეგან კარგად ხაზგასმით აღნიშნე, რომ ანკუს მარციუსი იყო მეფე, რომელმაც პირველი კონტურა გარდამტეხი ფაზა იყო ეტრუსკებსა და რომაელებს შორის ურთიერთობაში და უკვე ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსის დროს აი ეს კონტური, როგორც ხედავთ, უკვე მოშლილია და ტარკვინიიდან იყო წარმოშობით, ტარკვინიის ქალაქიდან, ეტრუსკი წარმომავლობის იყო და თქვენ ხედავთ, ტარკვინი უკვე რომიდან რა მანძილზეა დაშორებული. ხა მე ალბათ იფიქრებთ, რომ ეს არაფერი არ არის ტერიტორია რა დიდი დაშორებაა, მაგრამ მაშინდელი სამყაროსთვის ეს ძალიან დიდი გზა იყო მოგეხსენებათ და შესაბამისად მის მიერ ჩამოყალიბებული ეს ანკუს მარციუსის ჩამოყალიბებული შტრიხ-კოდები, რომელიც ფაქტობრივად უშუალოდ ეტრუსკებსა და რომაელებს შორის გამოიკვეთა, აი პრაქტიკაში ტარკვინიუს პრისკუსის გამეფებით დაგვირგვინდა და სწორედ მან სენატს დაამატა 100 ახალი წევრი და რომულუსის შემდგომ ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი იყო პირველი, რომელმაც ეტრუსკი არისტოკრატიიდან 100 ახალი სენატორი წევრი დაამატა. მანვე დაარსა სირკუს მაქსიმუსი, რომელიც არის ცხენოსნური ბრბოლელი ადამიანების არენა და ალბათ გინახავთ ეს რო არის, რა ქვია, ფილმი გადაღებული ასტერიქსი და ობელიქსი ოლიმპიურ თამაშებზე და ეს დიდი სარბოლო სივრცე რო არის, სწორედ დაახლოებით ასეთი სარბოლო სივრცეა, რომელიც ფაქტობრივად ძალიან დიდ თამაშობებს მასპინძლობს ხოლმე შემდგომ და შეიძლება ითქვას, რომ მის მიერვე შექმნილი არის პირველად რომის და ეს ტარკვინის საერთო ცენტრი და თვითონ რომში მან ჩამოაყალიბა რომის ფორუმი, როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მის დროს ძალიან განვითარდა არქიტექტურა, ტექნოლოგიები. ოღონდ აქ საინტერესო ის არის, რომ ეს არქიტექტურა და ტექნოლოგიები ყველაფერი განვითარდა ეტრუსკული გავლენით. ანუ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, წარმოშობა იმისა, იგი რომ ეტრუსკი იყო, აი რომზე მთლიანად ეს არქიტექტურა და გავლენები აისახა და საბოლოო ჯამში იუპიტერი ოპტიმუს მაქსიმუსის ტაძარიც, ანუ კაპიტოლიუმის ბორცვზე მისი დაარსებულია ეს ახალი ტაძარი. საბოლოო ჯამში იგი მოკლეს, მისი მმართველობა შეიძლება ითქვას ასევე ტრაგიკულად დასრულდა და ტარკვინიუს პრისკუსი იყო პირველი, მას უწოდებენ მეფე, არქიტექტორ მეფე ინჟინერსაც, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ რომი არქიტექტურულად ააყვავა მონუმენტური სახე მისცა, ანუ რაღაცა რომაული სტილის იერსახე გამოკვეთა, იწევან აღნიშნოთ, რომ იდენტობა მთლიანად რომის იდენტობა, როგორც ასეთი რომულუსის შემდგომ ჩამოაყალიბა ნუმა პომპილიუსმა თქო და რაც შეეხება უკვე ტარკვინიუს პრისკუსს, ამან რომაული არქიტექტურული იდენტობა ჩამოაყალიბა და შექმნა. რაც შეეხება რომის ბოლოს წინა მეფეს, რომელსაც სერვიუს ტულიუსი ჰქვია, აქაც უკვე ეტრუსკი წარმომავლობა ეს მეფე წარმომავლობის არის და ფაქტობრივად იგი იყო ტარკვინიუს პრისკუსის მფარველი და სოციალური რეფორმების ავტორი. შეიძლება ითქვას, მან პირველად გადაწყვიტა, რომ რომში მოსახლე ადამიანებზეც ეზრუნა, მოქალაქეები დაყო ქონებრივ კლასებად და ერთ-ერთი ყველაზე ალბათ, რა ვიცი, იმ წინამორბედებისგან გულისხმობ, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ისტორიულად დასაბუთებული და რეალური მეფეა ალბათ, იმიტომ რომ სერვიუს ტულიუსზე, რომელიც 525-525 წლებში მოღვაწეობდა ძველი წელთა მე-6 საუკუნეში, აი ყველაზე ბევრი და ცნობილი მიღწევები და გამორჩეული მიღწევები რაც აქვს და ანუ მის რეალურობაზე მკაფიო კონტურები არსებობს, სწორედ არის სერვიუს ტულიუსი. რა გაატარა ახლა სერვიუს ტულიუსმა? პირველი, ალბათ, როგორც გითხარით, ეს არის მოქალაქეების ქონებრივ ცენზად დაყოფა, ანუ მოსახლეობა დაყო ქონებრივი აღწერა ჩაატარა და დაყო მოქალაქეები 5 ქონებრივ კლასად და თითოეულს ჰქონდა სამხედრო
საარჩევნო მოვალეობები და ფაქტობრივად ეს სამხედრო საარჩევნო მოვალეობები სამომავლო რომის მოწყობის საწინდარი გახდა, იმიტომ რომ მან პირველად ჩამოაყალიბა კომიტია ცენტურია, ანუ ცენტურიონის და ცენტურიის კრება და იგი გახდა მოგვიანებით რესპუბლიკის მთავარი დამაარსებელი, აი გმირი ორგანო, თვითონ გულისხმობ არა მეფეს, არამედ ცენტურიის კრება, რესპუბლიკური იდეის მთავარი ორგანო იყო და შესაბამისად მისი ეს რეფორმა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო რომის რესპუბლიკური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მანვე ააშენა ქალაქის გალავანი, რომელიც მოიცავდა აი ამ 7 ბორცვს და ფაქტობრივად აი ამ 7 ბორცვზე შავი კონტურით, რასაც ხედავთ თქვენ შემოულებულს, ხო? აი ეს შავი კონტური მთლიანად სერვიუს ტულიუსის აშენებულია და 7-ვე ბორცვს მოიცავდა და აქ უკვე პირველი უფლებები შეიქმნა მოგეხსენებათ რომში 2 ჯგუფი იყო გამორჩეული, ესენი არიან პატრიციები, ანუ მაღალი ფენის წარმომადგენლები და პლებეები, პოლიტიკურად დაბალი ფენის წარმომადგენლები და მან შექმნა პირველი ფუნდამენტი პლებეების პოლიტიკური აღიარებისთვის და საბოლოო ჯამში იგი მოკლა, ამასაც ტრაგიკული ბედი ერგო მე-7 მეფემ, ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსმა, იგი იყო მისი სიძე. ამ შემთხვევაში და 535 წელს ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი ნიშნავს ამაყს, ავიდა ტახტზე. ესეც ეტრუსკი წარმომავლობის იყო. ანუ რომ შევაჯამოთ მკაფიოდ, ბოლო 3 მეფე იყო ეტრუსკული წარმომავლობის. ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი კი გახლავთ ტირანის სიმბოლო. იგი გახდა დესპოტური მართველი და მისი მმართველობა გახდა საწინდარი რესპუბლიკური იდეის ჩამოყალიბებისა. ნუ პირველი ის რომ მან მისივე ასე ვთქვათ მეფე წინამორბედი მეფე მოკლა და ტახტიდან ასე ჩამოაგდო სერვიუს ტულიუსი, მოგეხსენებათ სიძე იყო თქო როგორც გითხარით, ძალადობით ჩაიგდო ფაქტობრივად ხელში. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ეს 7-ვე მეფის, ანუ პირველი მეფის რომულუსის მიერ შექმნილი სენატი გააუქმა და ეს უფლებამოსილება მთლიანად ავტოკრატიულ რეჟიმზე, ანუ ერთმართველობაზე, ანუ თავისზე დააყრდნო, გააგრძელა იუპიტერის ტაძრის მშენებლობა და დაიწყო ადგილობრივ ტომებთან და ქალაქებთან ისევ წარმატებული ბრძოლა სხვათა შორის და აქ უნდა გამოვკვეთოთ რომ ვეილებთან, გაბინებთან, არნისთან, ანუ აი აქ ადგილობრივ ჯგუფებთან იბრძოდა და მისმა ვაჟმა საბოლოო ჯამში, რომელსაც ერქვა სექსტუს ტარკვინიუსი, მისმა ვაჟმა გააუპატიურა ერთ-ერთი პატრიცია ქალბატონი, რომელსაც ერქვა ლუკრეცია და ამის შემდეგ ლუკრეციამ თავი მოიკლა და ამ ფაქტმა რომში გამოიწვია აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ლუციუს იუნიუს ბრუტუსი და ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი და აი ამ ყველაფრის შედეგი ლუციუს იუნიუს ბრუტუსისა და ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსის აჯანყების შედეგად ძველი წელთაღრიცხვით 509 წელს ტარკვინიუს სუპერბუსი, იგივე ამაყი, რომიდან განიდევნა, მეფობა გაუქმდა და დამკვიდრდა რომში რესპუბლიკური მმართველობა, ანუ კონსულების მმართველობითი სისტემა და შეიძლება ითქვას აი ამ ყველაფერმა რომში სრულად ახალ მმართველობის ფორმას დაუდო საფუძველი. ყველაზე გამორჩეული ორგანო გახდა რომის სენატი და რომის სენატი იყო ის ძირეული მმართველობითი ორგანო რომში, რომელმაც სრულად ახალი საზოგადოება, ახალი ფენები ჩამოაყალიბა და საფუძველი დაუდო სრულად ახალ ხედვას რომაულ საზოგადოებაში. აქ მოკლედ რომ შევაჯამოთ მთელი ეს ისტორიოგრაფიულ მითოლოგიური ხედვა, უნდა გამოვკვეთოთ რომ პირველი მეფეები თავიდან მათი ხასიათი ზოგადად ლათინურ საბინური იყო და ფაქტობრივად
მითოლოგიური სახით არის ძირითადად ჩვენი წინამდებარე პირველი მეფეები წარმოდგენილი და გაერთიანების პროცესიც ასეთია. წარმომავლობა მეხუთე, მეშვიდე მეფეების, ანუ ბოლო სამი მეფის კიდევ არის ძირითადად ეტრუსკული, ან თავიდან არის ლათინურ საბინური მეფეები, პირველი მეოთხე მეფე და მეხუთე, მეშვიდე მეფეები უკვე ეტრუსკული წარმომავლობის არიან და მთლიანი პერიოდი, რომელიც მონარქიულ რომში მოიცავს, ეს არის მერვე, მეექვსე საუკუნეების პერიოდი და სწორედ ამ პერიოდში მოხდა ამ ქალაქში, რომელსაც ახლა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ რუკაზე, აი ამ პატარა მცირე ტერიტორიაზე არსებულ ტერიტორიებზე ტრანზიცია, ანუ ტომობრივი გაერთიანება და სახელმწიფოებრივ სტრუქტურებამდე ჩამოყალიბდა ეს საზოგადოება, რომელსაც მერე რესპუბლიკურ წყობაში გადავხავართ. კარგით, აი აქ ახლა რამე კითხვები თუ გაქვთ, აქ თქვენ ხედავთ ბრუტუსის ფიცი, რომლითაც მერე ფაქტობრივად იგი აჯანყდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა მისმა აჯანყებამ და მერე უკვე გადავდივართ რომაულ მმართველობაზე. ამ შემთხვევაში აქ მეტი ისეთი წყარო აღარ გვაქვს, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. კარგით, მეგობრებო, კითხვები თუ გაქვთ ამ ნაწილიდან, თუ არა და გადავალ შემდეგზე რესპუბლიკურ მმართველობაზე. ლუკრეციუმ რომ თავი მოიკლა, მერე უშუალოდ ლუციუს იუნიუს ბრუტუსი ჩაუდგა აჯანყებას სათავეში, ანუ ხალხი აჯანყდა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ტარკვინიუს სუპერბუსის ვაჟმა გააუპატიურა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი პატრიცია, ლუკრეცია, პატრიცი ქალბატონი და ამის შემდეგ თავი მოიკლა. და შესაბამისად ამას მოჰყვა აჯანყება იუნიუს ბრუტუსის და ლუციუს ტარკვინიუსის კოლატინუსის მიერ და ეს აჯანყება წარმატებით დასრულდა და ტარკვინიუს სუპერბუსი გააგდეს ქალაქიდან. ეს არის ძირითადი დეტალი. კარგი, მოკლედ, აქ ახლა კითხვები გაქვთ კიდევ, სხვა კითხვებიც თუ გაქვთ, მოგისმენთ. თუ არა და ახლა 5 წუთი ჩვენ შევისვენოთ და განვაგრძოთ შემდგომ უკვე